მე ვიტყვი რასაც. აი ამ ადგილიდან ჩანს მთლიანი თუშეთის ეროვნული პარკი. 2650 მეტრია ზღვის დონიდან, აი სადაც პიკნიკი გვაქვს გაშლილი და მთელი თუშეთის ეროვნული პარკი ჩანს ხელის გულივით. აი ამ ჩვენ ვარსკვლავებს, აი ეს ჩვენი ვარსკვლავი ბიჭუნა, აი. უკვე ისეთი მაგარი იდეები აქვს. მაგრამ რა მახარებს იცი? იდეებ განხორციელება უნდა, ხო იცი, იდეებ განხორციელება უყვარს და ეს სიტყვის კაცი ჩანს და რასაც ამბობს მე მგონი რომ გააკეთებს. ჩემი აზრით ყველაზე მაგარია ჩვენ სტუმრებს, ტურისტებს აქ ჩამოსულ ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში ჩამოსულს დავანახოთ, გავაცნოთ ჩვენი ქართული კულტურა და ისტორია. აი ერთი რაღაც კონკრეტულს ვერ ვიტყვი რა. ყველაფერი უნდა იყოს ერთობლიობაში, როგორც ღვინო და კახური სტუმართ მასპინძლობა, ისე საზღვრისპირა მთიანეთი. საზღვრისპირა მთიანეთი ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავაცნოთ ჩვენ სტუმარს. აუცილებელი არ არის ესენი იყვნენ ფეხით მოსიარულე რაღაცა ჰიმალაის დამპყრობლები. არა რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ ხოლმე ტურისტულ ამბებში ვინც არის ჩართული, უფრო იმათ გასაგონად ვიძახი. 20 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე მაგარია რომ საზღვრისპირა საქართველოს კუთხეებიდან დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის გაცნობა. რატო? იმიტომ რომ ჯერტი ხოს ლამაზესია თან ძალიან ძვირფასად და ლამაზად აქვს შემონახული. თუშეთი იქნება ხევსურეთი თუ სვანეთი, სვანეთს განსაკუთრებით. ჩვენი ძველი ტრადიციები, როგორც ცეცხლთაყვანისმცემლური, ისე მართლმადიდებლური, აი ლამაზად შენახული აქვს, შემონახული ამ ჩვენ კუთხეებს საზღვრისპირა საქართველოს მთიანეთს. და მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე საამაყო, რაც მე პირადად რაც გამაჩნია. და აი აქ ხო ვზივარ და მთელ თუშეთის პარკს ხელის გულზე გადაშლის ვაყურებინებ ამ ჩვენ ამერიკელებს. გულის სიამაყით მევსება, რომ მე ვარ თუშეთიდან. და მაგ ღმერთმა მომცა იმის ძალა, რომ ჩვენ სტუმრებს დავანახო აი ჩვენი საზღვრისპირა მესაზღვრე თუშეთიდან მთელი საქართველო. გაუმარჯოს ჩვენ ქვეყანას თავის სტუმრებით. გაუმარჯოს.